აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევონ გალობლიშვილი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მთავრობის თავმჯდომარე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. საახალწლო მილოცვაში ლევონ გალობლიშვილი აქცენტს აკეთებს აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტულ გეგმებზე და სახალხო დიალოგის როლის გაძლიერებაზე. მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქენო. ჩემო ძვირფასო აფხაზეთელებო ენგურის ორივე მხარეს. გილოცავთ ახალ 2025 წელს. გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად შევძლებთ ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევას. აფხაზეთიდან ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯერა რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ჩვენს აფხაზეთთან და ყველა დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი საწყისია. ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს განათლებული ახალი თაობა ქმნის. ძალა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებაზე და ამ გზით ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. სწორედ ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური პარტნიორობით შევძლებთ ქვეყნის იდენტობის, მრავალფეროვანი კულტურის და მდიდარი ტრადიციების გათვალისწინებით მშვიდობიან განვითარებას. უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთში აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, რომელიც ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა.